შალვა პაპუაშვილის მორიგი მუქარა და ლანძღვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კიდევ ერთი ნიშანი არის, რომ დღეს ქართულ ოცნებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემები. ეს ლეგიტიმაცია უზრუნველყო ქართველი ხალხის 300 დღიანმა პროტესტმა და ბრძოლამ რუსთაველზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 4 ოქტომბერს ვიყოთ ერთიანი, რომ შევძლოთ 4 ოქტომბერს გავაფორმოთ ქართული ხალხის გამარჯვება დიქტატორულ რეჟიმზე. მნიშვნელოვანი არის ამ საერთაშორისო იზოლაციის პროცესში ქართული ხალხი იყოს ერთიანი, იმიტომ რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ბრძოლა ყოველთვის გაიმარჯვებს. ქართულ ოცნებას სრული ფიასკო აქვს საგარეო ურთიერთობების მხრივ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები არც ერთი სახელმწიფო არ ურთიერთობს ივანიშვილის ავტოკრატულ რეჟიმთან. ამიტომ ბუნებრივია ისინი ცდილობენ საკადრო გადაადგილებებით რაღაცა მიმართებით გარკვეული ნაბიჯები გადადგან, თუმცა ცხადია და უმთავრესი არის, რომ არც ერთი ევროპული სახელმწიფო, არც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები არ აპირებენ დიქტატორულ რეჟიმთან თანამშრომლობას, მათ არავინ არ ეურთიერთობებათ, ამიტომ ნებისმიერი საკადრო გადაადგილება იქნება ეს შევარდნაძის დროინდელი მინისტრების დანიშვნა თუ ადგილობრივი ქართული ოცნების ლიდერების გამწესება საზღვარგარეთ შედეგს არ გამოიტანს. მთავარი არის, რაც უნდა შეასრულოს ქართულმა ოცნებამ, ის რაც ევროსაბჭომ და ევროკავშირმა განსაზღვრა. მათ უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, აღიარონ ქართული ხალხის სუვერენიტეტი და ის რომ ხელისუფლების წყარო არის ქართული ხალხი, დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და უზრუნველყონ ამ ქვეყანაში კანონიერება და სამართლიანობა.